მზადება პროტესტისთვის ერთ საათში მოვლენების ეპიცენტრი მთავრობის ადმინისტრაცია იქნება. უწყვეტი პროტესტის მეორასე დღეს საზოგადოება არალეგიტიმურ მთავრობას მოთხოვნებს კიდევ ერთხელ შეახსენებს. იგეგმება მარში რესპუბლიკის მოედნიდან. რეჟიმი ძლიერი არ არის, ის უბრალოდ გვაჯერებს, რომ მის წინააღმდეგ ბრძოლა უიმედოა, აცხადებენ ორგანიზატორები. განმარტავენ, რომ სწორედ სიმტკიცით, სტრატეგიით და ორგანიზებულობითაა შესაძლებელი ოლიგარქის პარტიის დამარცხება. ლიზივე გვაგვიერთდება დეტალებით პირდაპირ ეთერში. გიორგი, პროტესტის მეორასე დღეს მოქალაქეები სხვადასხვა ლოკაციებზე დაიწყებენ შეკრებას და ასე ვთქვათ, კიდევ ერთხელ გააგონებენ არალეგიტიმურ მთავრობას, თავიანთ მთავარ მოთხოვნებსა და სათქმელს. მთავარი ლოკაცია არის მთავრობის ადმინისტრაცია. 6 საათზე აქ სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები შეიკრიბებიან და ისაუბრებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. ისინი გამოვლენ სიტყვითაც და ჩაატარებენ რამდენიმე ტიპის პერფორმანსსაც, როგორც მოქალაქეები ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, პროტესტის მეორასე დღეს უმნიშვნელოვანესია, რომ კიდევ ერთხელ დაანახონ ქართულ ოცნებას, რომ ისინი არ იღლებიან, არ გაჩერდებიან და არ დაიხევენ უკან, მანამ სანამ არ ჩაინიშნება ხელახალი არჩევნები და ასევე არ გათავისუფლებიან სინდისის პატიმრები. მთავრობის ადმინისტრაცია არ იქნება ერთადერთი ლოკაცია, სადაც მოქალაქეები შეიკრიბებიან. 7 საათზე მარში მსვლელობა არის დაგეგმილი რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიასთანაც პარლამენტის წინ, სადაც მოქალაქეები შეიკრიბებიან და დროშებით ხელში გაემართებიან სიმბოლურად პროტესტის მეორასე დღეს რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირამდე. სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები ყველას მოუწოდებენ, რომ გამოვიდნენ პროტესტის მეორასე დღეს გარეთ, იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ დაანახონ ქართულ ოცნებას, რომ ისინი არ გაჩერებულან, არ შემცირებულან და არ აპირებენ ბრძოლის შეწყვეტას, მანამ სანამ მათ მთავარ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ. დღეს ამ ორასე დღის აღნიშვნის მთავარი ამბავი არის პირველ რიგში ის, რომ რეალურად დავაფასოთ ის უწყვეტი ბრძოლა, რომელიც ხორციელდება ამ პერიოდის განმავლობაში რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. ასევე თვალი გაუსწოროთ იმ რეალობას, რომ რუსული რეჟიმის დამკვიდრების პროცესი მიმდინარეობს და ეს განიცდის გარკვეულ აქცელერაციას. საპროტესტო საზოგადოებამ ყველამ ეხა ვინც გარკვეულწილად შეიძლება რაღაც იმედგაცრუებულია წინა ფაზით, რომ ანუ ეხა უკვე რეჟიმი ჩამოშლილი არ აქვს, უნდა დავინახოთ, რომ რეალურად ეს არის პროცესი, არც ისე თუ ისე გრძელვადიანი. ეხლა მიმდინარეობს რაღაც პროცესის აქცელერაცია და ჩვენ უნდა ეხლა მოვახდინოთ ჩვენი ძალების კონსოლიდირება. ეხლა უკვე კარგად დაგეგმილი, კარგად კოორდინირებული, ანუ კაფიო ხედვის ფარგლებში გააზრებული მოქმედებებით და მოქმედებების ფარგლებში მოვახდინოთ ამ რეჟიმის პარალიზება. ანუ რეალურად გადავიდეთ კაფიო წინააღმდეგობის, სამოქალაქო წინააღმდეგობის რეჟიმში. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში იკრიბებენ არალეგიტიმური მინისტრები და არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრი, რომლებიც წყვეტენ ისეთ საკითხებს, რომლის გადაწყვეტის უფლებამოსილებაც არ აქვთ, სწორედ არალეგიტიმურობის გამო. ამდენად ჩვენ ამიტომ ავირჩიეთ ეს ლოკაცია. მეორასე დღეა პროტესტის, ჩვენ შევაფასებთ არსებულ მდგომარეობას, ასევე გავაცნობთ საზოგადოებას ჩვენს ხედვას და ბრძოლის გაგრძელების სტრატეგიას, თუ როგორ მიგვაჩნია, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს და როგორ უნდა ჩამოიშალოს რეჟიმი და ბოლოს აქცია დასრულდება მსვლელობით, ძალიან საინტერესო და სანახაობრივი მსვლელობით, რომელსაც თუ არ მოხვალთ, ვერ ნახავთ. ამიტომ გელოდებით დღეს ყველას საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს არის შეუქცევადი პროცესი და უკვე ძალიან დიდი ხანია ეს წინააღმდეგობა მოდის ხალხის მხრიდან და დარწმუნებულები ვართ ყველა, რომ აუცილებლად გამარჯვებამდე მივახცევთ. უბრალოდ ეს არის უკვე დროის ამბავი, ეს ყველაფერი რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს და დღეს 6 საათზე არის მთავრობის კანცელარიასთან, ასევე ერთ-ერთ მოწამლულ სისტემასთან დაანონსებული აქცია და აუცილებელი არის ხალხის სიმრავლე და გელოდებით ყველას და იქნება რაღაც პატარ-პატარა გამოშვები, პერფორმანსები და აუცილებელი არის რა თქმა უნდა ხალხის სიმრავლე, რათა სისტემას დავანახოთ, რომ ჩვენ არ გავჩერდებით. ზუსტად 1 საათში მოქალაქეები დაიწყებენ შეკრებას მთავრობის ადმინისტრაციასთან. ჯერჯერობით უცნობია ისინი რა მარშრუტით გადაინაცვლებენ რუსთაველის გამზირამდე, როგორც მოისმინეთ, ორგანიზატორები არ ამბობენ და ამ ყველაფერს სურპრიზად ტოვებენ. ასევე მსვლელობა გაიმართება რესპუბლიკის მოედნიდანაც, რომელიც 7 საათზე დაიწყება და გადაინაცვლებს რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ. დღევანდელ აქციაზე კვლავ გაისმება ორი მთავარი მოთხოვნა, რომ უნდა ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები.